სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ის პროდუქცია, რომელშიც აფლატოქსინის შემცველობა აღმოჩნდა, სარეალიზაციო ობიექტებიდან თითქმის სრულად ამოღებულია. სააგენტო დამატებით განაგრძობს კვლევას სოფლის ნობათის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციაზეც. განმარტავენ, რომ რძის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორების კონტროლი, როგორც საწარმოო, ისე ბაზარზე არსებულ ნაწარმზე აქტიურად ხორციელდება. რაც შეეხება მედიკოსებს, ექიმები განმარტავენ, რომ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმა დარღვეულია ამ კონკრეტული პარტიის შემთხვევაში, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნეს ოპერატორის. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი, მათ შორის სასმელი რძეც, მათ შორის აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის რძეც არაერთხელ იქნა შემოწმებული. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდებით. იმავე დღეს მოხდა, დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. მინდა დავამხმარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუ კი რაიმე კიდე დარჩენილია ეჭვმეპარება აღნიშნული პარტიების გამოთხოვა. პროდუქტი, რა თქმა უნდა მოიღოს და გაინადგუროს, იმიტომ რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის. აქედან გამომდინარე, რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. ტოქსინი იმიტომ ქვია, რომ შხამია, მაგრამ მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს, დასაშვები და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის რომ აი ამ მინიმალურად გადაჭარბებულ მაჩვენებელს შეეძლო ბავშვის ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედება, განსაკუთრებით ხშირად კეთდება აქცენტი ღვიძლის კიბოს განვითარების რისკზე, ამ დოზის შემთხვევაში არასწორია და არანაირი პირდაპირი კავშირი ესეთ უმნიშვნელოდ გადაჭარბებულ დოზასა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ის რძე, სადაც ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა, არ წარმოადგენს 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ელემენტს. შესაბამისად, აქ საუბარი, რომ ამ რძის მიღება შეიძლება თვეების განმავლობაში ყოველდღიურად და მაღალი დოზით გაგრძელებულიყო, ბავშვებში, რა თქმა უნდა, არ არსებობს.